შაბათს გავრცელდა ეს ინფორმაცია. შაბათს თუ პარასკევს საღამოს მედია საშუალებებში კობახიძის განკარგულებით ტყის სტატუსი შეუწყდა აღაიანისა და ბორჯომის ტყეების ნაწილს და იყიდება. და შედეგად ეს სტატუსი რო შეუწყდა 70,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიას უწყდება ტყის სტატუსი და ეს არის ნაწილი არის აღაიანის ტერიტორიაზე, ნაწილი უფრო დიდი ნაწილი ეს დაახლოებით 5 ჰექტარის ოდენობის ტყე არის ბორჯომში, ბორჯომელები ვინც გვიყურებენ მათ ეცოდინებათ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, აი სადაც კომპოზიტორების სახლი მდებარეობს მაგ ტერიტორიის ირგვლივ 5 ჰექტარ ტყეს სტატუსი შეუწყვეტეს და გააქვთ აუქციონზე და მყიდველმა ამ აუქციონის პირობების თანახმად თანხა უნდა გადაიხადოს, რაც არის დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი, უნდა გადაიხადოს 45 დღის ვადაში. ამაზე გავაჟღერეთ ინფორმაცია, დავდეთ სოციალურ ქსელებში, საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ამ თემამ, სხვათა შორის ამაზე ჯერ გარკვეული არ არის, ვისთვის მიყიდვა იგეგმება თუ იგეგმებოდა. თუმცა ოცნების არ იქა ოცნებას ვინმე რამე საყვედური არ უთხრას მაგის წინააღმდეგ მებრძოლი ბრჭყალებში ვითომ დამოუკიდებელი რესურსები ეგრევე აყაყანდნენ რა გინდა მაგარი პროექტია კაცო რა კაია ტყე რო იყიდება პროექტშიც რა პროექტია ეგეც ვთქვათ აუქციონის პირობებში ჩადებული იყო ვალდებულება რომ მაგ ტყი გაყიდული ტყის ადგილზე უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი გამაჯანსაღებელი დასასვენებელი კომპლექსი გულისხმება რომ სასტუმრო ძვირად ღირებული თავისი რაღაცა ჩოგბურთის კორტებით ბასეინით და ასე შემდეგ ძვირად ღირებული დასასვენებელი კომპლექსი უნდა აშენდეს მაგ გაყიდული ტყის ადგილზე ეგეთი პირობები ეწერა და ვიზზე იყიდება ჯერ ცნობილი არ არის თუმცა არსებობს ეჭვირო მანდ შეიძლება მონაწილეობდნენ არაბები იმიტომ რომ მაგ ტერიტორიის გვერდით მდებარე მიწა უკვე გაყიდულია დაახლოებით 2 წელია და ეს გვერდით არსებული მიწა პირდაპირ ამ ტერიტორიის გვერდით არსებული მიწა ეკუთვნის რამდენიმე ინვესტორს რომელთაგანაც ერთ-ერთი არის არაბი ანუ 3 ინვესტორია თუ არ ვწდები ამ 3-დან 2 ქართველია 1 არაბია და რეესტრში გადამოწმებადი ეგ მონცემი და აი ამ მონაკვეთის სადაც აი ამ 3 ინვესტორს ეკუთვნის ზუსტად გვერდზე მდებარეობს აი ეს ეხლა რაც იყიდება შეგვიძლია ვაჩვენოთ სად არის დაახლოებით რომ იცოდეს მაყურებელმა ვინც თქვათ ბორჯომელი არ არის და ასე ზუსტად ვერ ხვდება დასახელებით აი ბორჯომია ეს არის და ბორჯომის პლატო აი პარკი ბორჯომის პარკი აი ხედავთ შედის და ბორჯომის პარკის თავზე ყველას გახსოვთ აი მთა არის რომელზეც ადის საბაგირო პარკიდან რო ადის საბაგირო ხო და აი საბაგირო სადაც ადის აი ეს ადგილია თუ საბაგიროს ასასვლელი და აი აქ აი ყველაზე ერთ-ერთი ლამაზი ტყეა მან ვისაც ვინც ასულა ზემოთ ბორჯომის აი პლატოზე აი ეს ლამაზი ტყეა იქ საკმაოდ ხშირი აი ეს ადგილი იყიდება ეხლა 5 ჰექტარი მიწა და კიდე ერთი ცოტა უფრო მცირე ზომის ტერიტორია იყიდება აღაიანშიც შესაბამისად აი ეს ეხლა როგორი რაღაცა ნახეთ და მოდი განვიხილოთ რაზე საუბარი სხვათა შორის დღეს გავრცელდა ეხლა ამაზე კიდე ინფორმაცია რომ თავრობის გადაწყვეტილებით აუქციონიდან მოიხსნა დღეს ან 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ამაზე ხმაური ატყდა ამაზე აიწია ხმაური ნეგატიური წინააღმდეგობა წავიდა და დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ აუქციონიდან მოიხსნა ეს ამ ტერიტორიის გაყიდვა ჩვენ გადავამოწმეთ და აი ამ აუქციონის ჩამონათვალიდან აუქციონზე გატანილი მიწებისა ეხლა ამ მომენტში მართლა ამოღებულია უბრალოდ იქ ცადეთ მათ შორის დაკავშირება შესაბამის სამსახურთან მიზეზი რა არის რამდენად სამუდამოდ მოიღეს თუ რაღაცა პირობების ცვლილება იგულისხმება და შემდეგ ისევ დააბრუნებენ აუქციონში მიზეზი ის ხომ არ იყო რომ მაგალითად აუქციონის პირობებში ჩადებულია ეს მოთხოვნები ინვესტორის ეგრეთ წოდებული ინვესტორის მიმართ
აღარ მოეწონათ და უფრო რბილი ან სხვა პირობები შეიძლება ჩადონ და დააბრუნონ აუქციონზე. ეგ არ ვიცით, იმიტომ რომ პასუხი არ გაგვც ეს და თქვა თხოვეს რომ იქ წერილობით მიმართეთ ამ სამსახურს და ისინი დაგიბრუნებენ და მასეც მიმართავთ ასევე. უბრალოდ ჯერ ამ ეტაპზე არ ვიცით მიზეზი რატო ამოიღეს. იყო ეს ხმაურის საფუძველი, რომელიც ხალხში გამოიწვია ამ ფაქტმა. თუ იყო თქვა ცვლილებების საპირებენ და შეიძლება ეს ცვლილებები კარგიც არ იყოს იმ აუქციონის პირობებში, მაგრამ ეგ გასარკვევია და გავყვებით ამ თემას და გავყვებით. მან ნაწილი უკვე გაყიდული არის. ანუ აი ცოტა რაზე წყვებოდა სამი მესაკუთრეა, ერთ-ერთი არის ალხუ ნაიზი ტაისიერ ბაქირ ჰ. ესეთი ადამიანი არის, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შეხვიდეთ საჯარო რეესტრში, ეს ოფიციალური ინფორმაცია, ერთ-ერთი თანამფლობელი არის და კი, ნაწილი აი რომ დააბრუნოთ რუკა, ეხლა მე ზუსტად ასე რუკაზე ამ მონაკვეთს ასე ეს არის დაახლოებით ამ ტერიტორიაზე იყიდე, მაგრამ ცხადია ვერ მოგიხაზავთ ზუსტ მონაკვეთს, მაგრამ დაახლოებით პრინციპი არის, რომ აი ეს ნაწილი რო იყოს გაყიდული და ეს ნაწილიც იყიდებოდეს. ან პირიქით ეს ზუსტად არ მახსოვს, ეს არის გაყიდული. ანალოგია ეს იყიდება თუ პირიქით, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე გაყიდულია, მეორე ნაწილიც უნდა მიეყიდოს მის გვერდით. აი ეგ არის რომ მოვიყვანოთ, აი რომ მიხვდნენ მაგალითად, აი თბილისლები რომ მიხვდნენ, ეგ ბორჯომისთვის რას ნიშნავს? აი, არ ვიცი, მაგალითად აი ვაკის პარკის რაღაცა ნაწილი რომ მიყიდონ ვიღაცას ტექსტით, რომ აქ მაგარ სასტუმროს ააშენებს. ვაკის პარკის ნაწილი რომ მიყიდონ, აი მთელი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვაკის პარკის მნიშვნელობის მიმართ ან ვაკის ბორჯომისთვის ეს არის ბორჯომი, იმიტომ რომ მთელი ბორჯომის თაწმინდის მთავრო აი თაწმინდა რო გაიყიდა. აი რატო ვერ ვაკეთებთ იცი ზუსტ ანალოგიას, ხა თბილისის ეკონომიკური შინაარსი არ დგას ამ პარკებზე და ბორჯომი როგორც ტურისტული ზონა და ბორჯომი როგორც ადგილი, სადაც ხალხი დასასვენებლად ჩადის ზუსტად ამ ტყის, ამ ბუნების გამო და ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ყველა დადის, ანუ შენ რო ბორჯომში ჩადიხარ და იქ ვიღაცა ბორჯომელისგან რო ქირაობ მაგალითად ბინას, მან იმიტომ ჩადიხარ და იმიტომ ქირაობ მაგ ბინას, მაგრამ ბავშვს მე ხელი მოკიდო, წაიყვანო ბორჯომის პარკში, ახვიდე ამ პლატოზე და გაასეირნო ტყეში, რომელიც არის საერთო საკუთრება. და ეხლა მთავრობა ყიდის მაგას, რომ ვიღაცა ტიპი აი შემოღობოს ხო აი და რა ვიცი, აი ვინც, რა ვიცი, რამდენიმე $1000 გადამიხდის დღეში იმას ეკნება აწი მან სიარულის ფუფუნება და თქვენ რა ვიცი თქვენ თავს მიხედავთ ბორჯომისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ ერთემ დააბრუნეთ რომ მიხვდეთ. აი ეს რასაც ხედავთ, ეს არის ბორჯომი, ხო? ხედავთ, აი ეს არის ძირითადი ცენტრალური ბორჯომი. აი ეს მთა არის მთა, რომლის გარშემოც განვითარებულია მთელი ინფრასტრუქტურა. აი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა არის აი ეს პარკი, რომელიც შედის ამ მთის უკან ხეობაში. ამ მთის ირგვლივ ტრიალებს მთელი ტურისტული ეკოსისტემა. აქ რო სეირნობ, სადღაც ამ მთაზე ადიხარ, საბაგიროთი სეირნობ ბერეიქ ტყეში. მოკლედ ეს მთა არის ცენტრალური და ამ მთის ირგვლივ არსებული ხეობა არის ცენტრალური ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ნახე ხა რუკაზე ზუსტად შემიძლია ვაჩვენო კონკრეტულად რა ტერიტორიის გასვიხსებაზე მიდის. აი რო ვაჩვენოთ, აი ზუსტად შეგვიძლია მონახოთ, აი ეს მონაკვეთი არის, რომელიც ახლა გადიოდა აუქციონზე, რომელზეც ამბობენ, რომ ახლა შეიძლება დაპაუზდეს და მის გვერდით მდებარე ტერიტორია უკვე გასხვისებულია. ხო, ანუ მის გვერდით მდებარე ეს ნახეთ, აი ეს არის ლეგენდარული ისტორიული კომპოზიტორების სასახლე. საბჭოთა დროს იყო, აი რაღაც 64 ადგილი, სადაც მაღალი კულტურის წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ, იქ ჩატარებული იყო სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის დაესვენათ და ასე შემდეგ. აი ეს ადგილი არის ერთგვარი წალკოტი, სადაც ადიხარ საბაგიროთი და შეგიძლია გაისეირნო, ძალიან ლამაზია და მთელ ბორჯომს გადმოყურებს. ანუ ამ ადგილზე. როგორი რაღაცა იცი? სასტუმროს აშენებენ, გამოჯანსაღებად. ეგ მასეთი რაღაც არ შეიძლება კეთდებოდეს ბორჯომელებს რო არ ეკითხებოდე. რა ვიცი, ხალხი ცხოვრობს, კაცო, ამ ქალაქში, მაგ ხალხის არის პირველ რიგში, ხო, მთელი საქართველოს და პირველ რიგში შენი სოფელი, პირველ რიგში შენ სოფელში და შენ ქალაქში შენ ხო უნდა კითხო, რაღაცა ხო უნდა იცოდე, რა ხო შეიძლება რა მთა გაგიყიდონ, არავის არაფერი არ კითხეს, ხო? ხო და ეხლა მან სასტუმრო უნდა ხალხს, არ უნდა
რა სარგებელი იქნება, რა პირობები, ვისი იქნება ეგ სასტუმრო, იმიტომ რომ ერთი 2 თვის წინანდელ გადაცემაშიც ვილაპარაკეთ, ბორჯომში ჩახსნეს ბორჯომის წყალი, სასტუმრო ააშენეს. ისიც პარკის შესასვლელთან ბევრს გექნებათ ნანახი ეს დიდი სასტუმრო პარკის შესასვლელთან ახლოს. ამ სასტუმროსთან იყო ერთადერთი ცივი ბორჯომის წყარო, რომელიც დარჩენილი იყო ხალხისთვის, რომ დალევა შეიძლებოდათ ტურისტებს თუ ქალაქს. სასტუმროში შეიყვანეს ეს წყარო და გარეთ აღარ იყო საკმარისი, აღარ მოდიოდეს სიმძლავრე, ხო, რაღაც ბუნებრივი ნაკადი რაც ამოდის და გარეთ გამოუშვეს ჩვეულებრივი წყალი ფაქტიურად, რომელსაც ოდნავ დაკრავდა ბორჯომის წყლის გემო, ანუ თლად რო ხალხს ვერ ეთქო, მაგრამ გავსინჯემე და ჩვეულებრივი წყალი იყო უკანის და შიგნით ტურისტებისთვის ძვირადღირებული სასტუმროა და ზოგი არაბეთიდან ჩამოდის, ზოგი საიდან ტურისტებმა რო გამოიყენოს შიგნით გარეთ ხალხისთვის აღარ არის და ხალხს თუ ბორჯომში ჩვეულებრივ ხალხს თუ სეირნობა აღარ შეუძლია. ჩვეულებრივ ხალხს ადგილობრივს თუ ჩასულ არა ძვირადღირებული სასტუმროს შესაძლებლობების მქონე დამსვენებელს. ხო მაგისთვის არის კაცო, აქ რო რაღაცას გადაკეტავ, ან კომპოზიტორების სასახლის მთელ ტერიტორიას რო გადაკეტავ, მაგისთვის რო ჩადის, ეხლა დამსვენებელი მთელ ქალაქში რო ქირაობს ბინას იმისთვის რომ იქ ავიდეს და ისე იმას თუ სეირნობა აღარ შეუძლია და ადგილი აღარ არის, მე რა სასტუმრო ამიჩენ. თან მან რა იქნება ეგ რა განსხვავება უნდა მიხვდეთ რა. მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ეს რატო უკიდია ფეხზე? რატო არ აინტერესებს მაგას წაგიხსნით რა? იმ ხალხს მაგ სასტუმროს ფული ექნება ყოველთვის. და თქვენ პატივცემულო მაყურებლებო და ჩვენ მათ შორის ვართ იმ წრიდან და იმ შეძლების ხალხი, რომელიც მანდ ვერ დავისვენებთ. იმიტომ რომ რაღაცა 1% ამ ქვეყნის მოსახლეობის, რომელსაც შეუძლია ეგრე გულაობა და მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობისთვის, აი რაღაცა სივრცე იყო საერთო პარკი, სადაც შემეძლო რომ, აი ბავშვს წამეყვანა, გამისერნა. ეხლა ვიღაცა შემოღობავს და რავი, ეხლა დღეში $1000 გადახდა თუ არ შემიძლია ნომერში, ვეღარ შევიყვან ბავშვს. და მან როგორ დგას საკითხი, აი მე და ამ ქვეყნის მოსახლეობის 90% ეგ არ გვაწყობს. ამათ აწყობთ. და გავიგე რომ ამათ აწყობთ. აი ვისაც ეგ აწყობს, იმას ყავს ძალიან ბევრი წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკაში და ვიღაცა ხო უნდა იყოს ვინც ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს დააყენებს. მაგიტომ ამბობთ, აი მაგალითად ბორჯომში ხა ჩვენ რო საკრებულოში ვერ გავიყვანეთ ჩვენი წარმომადგენელი, ხო? აი ბუყვალურად აი რამდენიმე ხმა დააკლდა რა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რამდენიმე ხმა 26 ხმა თუ რაღაცა დააკლდა ბორჯომში. აი ხა მან რომ მაგალითად მოგვეხრეხებია და შეგვეყვანა ჩვენ წარმომადგენელი საკრებულოში ესეთ რაღაცებს შეიძლება ერთი ადამიანი გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ამბავს გამოიტანს, მაგაზე შეძლებს რომ მე ხმაური ავწიოთ, აგერ ტელევიზია რო არის მაგ თემაზე იქიდან ჩაგვერთვება, მოყვება ადგილზე ხალხს ნახავს, ანუ რაღაცა წინააღმდეგობის პროცესს დაორგანიზებს. ანუ იქ ბორჯომელების პრობლემებს მათ შორის ესეც გააჟღერებს, ხო? ეხლა გიორგი მაგალითად რო შევა საკრებულოში თბილისში, ზუსტად ეგ ფუნქცია ექნება, მათ შორის გვინდა რომ რაღაცა ონლაინ რესურსის გავაკეთოთ, რომელზეც ხალხი თავის სატკივარს, თავის პრობლემებს დაარეგისტრირებს, რომ მაგაზე ვიმუშაოთ და ეს არის აკეთებელი რა. ხო, აი ნახე, აი უბრალოდ სინამდვილეში მე არ ვიცი ბორჯომში მაგალითად ეხლა ნახულობდი ქართულმა ოცნებამ ამარჩენებს აიღო 84%. არ ვიცი ხალხო რა თქინდათ ამ 84%-ს რომ მათაძლებ რას გარგებთ, აი უბრალოდ ადგებიან და მაგ 84% ტყეს გაგიყიდიან და ხმის ამოღები არავინ არ იქნება, თუმცა ჩვენ ხმას ახლა მაინც ამოვიღებთ. ეს თუ გაყიდვა გაგრძელდა, შევეცდებით წინააღმდეგობის პროცესიც დავაორგანიზოთ. მით უმეტეს თუ გაირკვა რომ ჯერთი ზოგადად ამის გაყიდვა ჩემი აზრით დიდი პრობლემა, მაგრამ თუ არაბებზე გაირკვა რომ იყიდება, მაშინ მით უმეტეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება და აი ბორჯომის ეკონომიკა როგორ ფუნქციონირებს, აი მაგას რომ მივხვდეთ, აი უბრალოდ რუკა რო აჩვენოთ, რაზე რითი ცხოვრობს იქ ხალხი რა. ხალხი ცხოვრობს, აი ტურისტი ჩამოდის და სადღაც აი ქალაქშია, აქ სადღაც პატარა სასტუმრო იქნება თუ ბინა იქნება, გესტჰაუსი, ქირაობს აი ქალაქში, სადაც
შედარებით ხელმისაწვდომ ფასში არის და მე აი სადღაც აი ნაქირავი ბორჯომის ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ადამიანებისგან ნაქირავი ბინებიდან მიდის და სეირნობს ამ პარკში ან ადის პლატოზე, ხო? აი ეხლა რა შვებია, ეს უნდა გაყიდონ. ეს ადგილი უნდა იყოს ვიღაცის, რაღაც სასტუმროს, ისაც ჩვეულებრივი ადამიანი დამსვენებელი, რომელიც აი აქ სადღაც მაშინ რა ქვია, სტადიონთან, ტრედის ხიდთან, ან სადაც გინდათ იქირავებს ბინას, ის იქ ვეღარ შევა. მას ეგ ბონუსი დასვენების, ეგ ინტერესი დააკლდა. მეორე ნაწილიც თუ გაყიდეს პლატოსი, მერე თუ ზედს რაღაცა პარკის ნაწილიც მიაყიდეს, ინტერესი რომ სადღაც სხვადასხვა ადგილში იქირავს ჩვეულებრივი ბორჯომელისგან, ჩვეულებრივმა დამსვენებელმა და ყველა მასე აქირავებს და მერე ყვებოს იქაური ეკონომიკა, ეგ ინტერესი გაქრება. სამაგიეროდ ძვირად ღირებული სასტუმროს მე პატრონის ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება, იმიტომ რომ მისი სასტუმრო იქნება განთავსებული საუკეთესო წავკოტი სადაც არის იქ და ნუ მას ეყოლება კი კლიენტები, მას პრობლემა არ ექნება. მაგრამ მთლიანობაში ქალაქის ეკონომიკა ქალაქელები რითიც არსებობენ, რომ მე ის კაცი რო ჩამოვა დამსვენებელი ან პარკში წავა, ან ზოგი იმაზე რა ექსკურსიებს ატარებს და იმაზე მუშაობს, ზოგი რითი ირჩეს ტურიზმის ირგვლივ თავს, ხო? ეგ საშუალება გაქრება, თუ ყველა ღირსშესანიშნაობა გაგიყიდეს, ეს არ არის კაცო ეგრე, რომ ტყე გავყიდე და მე რა სასტუმრო ხო შენდება. ეგ სასტუმრო ნიშნავს, რომ ყველაზე მაგარი ადგილი ჩამოგაჭრეს, შენ ვეღარ ასეირნებ იქ შენ დამსვენებელს, შენ დაგაკლდა. და მისცეს ვიღაც ალბათ არაფს. აი მოდი ვინაიდან ჩვენ ცოტა ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ცოტა კონკრეტიკა ჭირდება მაყურებელს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ ეს ჩვენი ახლა წუხილი ისე ამოეკითხოს, რომ მაშინ თქვენ რას ემხრობით, რომ ინვესტიციები არ ჩაიდო, სასტუმრო არ აშენდეს, ღირსშესანიშნაობების. ხო, მოდი გავუკაცო. ყველაფერს უნდა მიუდგეთ გონივრულად და ზომიერად, კაცო. ხო არ შეიძლება თაწმინდის მთა მივყიდოთ არაბებს და არაბებმა მან დააშენონ, შემოღობონ და კერძო რაღაცა გააკეთონ. ხო არ შეიძლება კაცო, ხო სისულელეა თაწმინდის მთა უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხო ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი რეკრეაციული ზონაა მთლიანად ქალაქის. სადღაც შემოგარენში, სადაც ნაკლებად მაგ ფუნქციისთვის შეიძლება რაღაც ტერიტორია იყოს, ეგ ტერიტორია შეიძლება კი ბატონო გამოვიყენოთ როგორც სასტუმროსთვის და ინვესტიციებისთვის. ამაზე აქვს საუბარი, კაცო. არ შეიძლება ქალაქის ყველაზე ცენტრალური ადგილი, სადაც ადგილობრივი მცხოვრები და დამსვენებელი, სადაც შედის, სეირნობს, ისვენებს, ეგ ტერიტორია იყიდოს ვიღაცა არაბმა, შემოღობოს და მისი გახდეს. ამაზე აქვს საუბარი და არა ინვესტიციების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. უნდა იყოს გონივრული მიდგომა, რაღაც ტერიტორიაზე უნდა შეიძლებოდეს ინვესტიციების ჩადება და გასხვისება, რაღაცა ტერიტორიის არ უნდა შეიძლებოდეს.